ევროკომისიის მიერ გარემოს დაცვისთვის გამოყოფილი მილიარდობით ევრო ქვეყნებში ლობისტური საქმიანობისთვის იხარჯებოდა. ამას ევროკომისია იმ ავსტრიულ გამოცემასთან აღიარებს, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ევროკავშირიდან გაცემული თანხების მიზნობრიობაზე ჩაატარა. ექსპრესის ინფორმაციით, მიზანი კონსერვატიული და ევროსკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიების წარმოება იყო. ევროკომისიამ აღიარა, რომ ფონდები გამოყენებული იყო მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. ევროკომისიის აღიარება ოფიციალურ თბილისს არ აკვირვებს. სახელისუფლებო პარტიაში ყურადღებას ბოლო 3 წელში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებენ. განმარტავენ, რომ უცხოური ფული ქვეყანაში არასამთავრობოების გავლით შემოდიოდა, რაც რევოლუციური პროცესების წასახალისებლად და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებოდა. სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს NGO-მა. ვინ ეკითხება NGO-ს მთავრობის ყოფნა არ ყოფნას, ხო? ეს არ არის NGO-ს საქმე, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დააყენოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. მაგრამ არა უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-მა დააყენეს ასეთი მოთხოვნა, შესაბამისად ხელის გულზადებს ის, რომ გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად. საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროკავშირიდან შემოსული თანხები მხოლოდ დემოკრატიული განვითარებისთვის იხარჯებოდა. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ საქმეს გამოძიება სჭირდება. თუ კი ვიღაცა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილინებამ გამოიწვია შესაბამისი მტკიცებულებები. დანარჩენი ყველაფერი არის ჭორავება. მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან უტიფრობა, რომლებიც თავად იყვნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად გასცემდნენ გრანტებს. საქართველოში ლობისტური კომპანიები საერთოდ ესე არ ფუნქციონირებენ, არასდროს ორგანიზაციები ხარჯავდნენ თანხებს ძალიან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებში, რაც აისახებოდა კარგად. მათ შორის ყველა ფაქტობრივად სეგმენტისთვის საზოგადოების, მათ შორის ესენი იყვნენ, შეზღუდული მქონე პირები, იყო ინსტიტუციური პროექტები, იყო ინფრასტრუქტურული პროექტები. ევროკომისიის აღიარება მმართველი გუნდი გამჭვირვალობის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. პარალელს USAID-ის და NED-ის სკანდალთან ავლებენ და განმარტავენ, რომ ევროპა ამერიკული ფულის ჩანაცვლებას ცდილობს. თვითონ წაიტეხეს ახლა უკვე ცხვირი და სხვათა შორის ევროპის სახალხო პარტია EPP არის ამაზე აღშფოთებული, როგორც ხედავთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის. ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. ჩვენ ნახეთ მაგალითად საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში. შემთხვევაში საუბარი იყო გარემოს დაცვით ორგანიზაციებზე, მაგრამ საზოგადოებაც კარგად ნახავს ამ პროცესს. იგივე ჩაკეტილ წრეს შევეჯახეთ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ხედავდით, რომ სავარაუდოდ უცხოური ფული, ევროპული ფული მათ შორის შემოედინებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ, რა თქმა უნდა. იგივე სქემას ჩვენ ფარდა აეხადა იგივე სქემას ამერიკულ ნაციაში, როდესაც USAID-ის და NED-თან დაკავშირებული სკანდალი გახდა ცნობილი. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქ ფინანსდებიან, სხვადასხვა მათ შორის ბუნების დაცვით, მათ შორის ცხოველთა უფლებები, ფლორა, ფაუნა, არაფერი საერთო არ ქონდა იმ გაცხადებულ მიზანთან. პირიქით, მათი მიზანი იყო კონკრეტულად ტარგეტირებული სახელმწიფო სამოჩენება, პიროვნებების და მათი გაშავება ან ქაოსი და რევოლუციის მოწყობა. ახლა რასაც ვამბობთ, თვითონ ევროკომისიამაც აღიარა. უცხოური ფულის მიზნობრიობაზე ოფიციალური თბილისი დიდი ხანია საუბრობს. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ რევოლუციური პროცესების დამფინანსებლების უკან ეგრეთ წოდებული deep state-ი დგას.